სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი წარმოგიდგენთ გადაცემას უხილავი ბავშვები. რადიო შოკოლადის ეთერში. ყოველ ხუთშაბათს 19 საათზე. ერთად ვიმსჯელოთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. უდავტოვებთ ბავშვებს რეალობის მიღმა. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. გადაცემის ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ რადიო შოკოლადის Facebook-ის გვერდზე. ვიდეო ვერსიას იხილავთ ვებ-გვერდზე csdc-itv.g. უხილავი ბავშვები. ყოველ ხუთშაბათს 19 საათზე. მოგესალმებით. რადიო შოკოლადის პირდაპირ ეთერშია გადაცემა უხილავი ბავშვები, რომელიც მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მე პროექტის იურისტი და გადაცემის წამყვანი შოთა თუთბერიძე ვარ. ჩვენი გადაცემის მიზანია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი შეძლების დაგვარად მოგვარება. გასული ჩანაწერების მოსმენა შეგიძლიათ ჩვენი გადაცემისა და რადიო შოკოლადის Facebook გვერდებზე, ასევე ეწვიეთ ინტერნეტ ტელევიზიას csdc-itv.g, სადაც ამ და სხვა საინტერესო გადაცემების ვიდეო ვერსიის ნახვაა შესაძლებელი. უხილავი ბავშვები. ერთად ვიმსჯელოთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა მოწყალება, რომლის მოპოვებასაც ბავშვები ქუჩაში ცდილობენ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი გამხდარა მოწმე იმისა, თუ როგორ ითხოვს არასრულწლოვანი ქუჩაში, ხშირად სიცივესა და წვიმაში მოწყალებას. ეს დაუფარავი და ხილული პრობლემაა და მას შეხვდებით ყველგან, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე, ცენტრალური ქუჩების ტროტუარებსა თუ საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებთან. რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზი, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას და რას ვაკეთებთ რეალურად, როცა ბავშვის გამოწვდილ ხელზე ხურდაფულს ვდებთ. არის თუ არა ეს გამოსავალი. ასევე გვაქვს თუ არა ამ საკითხში უჩინარი ასპექტები და უნდა ჩაერიოს თუ არა საგამოძიებო ორგანო რაიმე გარემოებების გამო. ამ საკითხზე სასაუბროთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალბატონი ლიკა ჩხარტიშვილი მოვიწვიეთ. შეგახსენებთ სტუმრის ბლოკის მიმდინარეობისას თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 298-985 და პირდაპირ ეთერში დასვათ შეკითხვა ან გამოსვთქვათ თქვენი აზრი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გადაცემის მომზადების პროცესში ჩვენ ვცადეთ მხოლოდ რესპონდენტის შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც, საიდანაც ვერანაირი გამოხმაურება ვერ მივიღეთ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ამ საკითხზე მოსაუბრე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აღმოჩნდა. ასევე ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველის ოფისს, რომლის წარმომადგენლის განცხადებითაც მათ ამ და მსგავს საკითხებზე არ უმუშავიათ, ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ და გადაცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მათი რჩევით გადაცემაში უნდა მოგვეწვია მობილური ჯგუფის წარმომადგენელი, თუმცა გადაცემის ჯგუფი თვლის, რომ მობილური ჯგუფი უნივერსალური ინსტრუმენტი არ არის და სწორედ იმათ მივმართეთ პოზიციის დასაფიქსირებლად, ვის კომპეტენციაშიც დღევანდელი თემა შედიოდა. მას შემდეგ კი რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისის პოზიციებს გავეცანით, მოვისმინოთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი, რომელიც ანუკა ლომიძემ ჩვენი გადაცემისთვის მოამზადა. უკაცრავად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია და უისაცრის სრული დასაშველება გაქვთ, ხო დავიხმარ. ეს ხუთი საიდან გქონდა? მუშაობ ოფისიდან. სად არის ეს ოფისი? ეს არის ისა თავის ფლებაზე. რა ადგილას ეს თუმსაბაით გახსოვს? აი რეზიდენტ პარლამენტ რომ აქედან ვადიხარ, მაგრამ აქ. როგორ მოხდი მაგალითს? მე? თვითონ უფროსმა მიმიყვანა იმ კაცმა მითხრა, წამოდიო და ვნახე რა. და მივყევი. სად შეხვდა კაცი? მარჯანიშვილზე. ჩვენო ყოველდღეო გადაგიხდით. ანუ იმის პროცენტებს რა ვქონს. და ჩვეულებრივად გვიხდიდნენ. რამდენი კროვდებოდა? რავი 50-მდე ადიოდა უკრონა. ერთ ხუთში 50 მარი მეტი არა? არავინ არ ყრიდა. და თქვენ ყრიდა. არ იძლეოდნენ აი მე. მინის დალუქულ ყუთებში ზოგადად 140 ლარამდე ეტევა. ამ თანხას არასრულწლოვნები მთელი დღის განმავლობაში აგროვებენ, მეტროსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში. დღის ბოლოს კი მხოლოდ 20 ან 10 ლარი რჩებათ. თუმცა სიტყვები დაეხმარეთ ავატყობ ბავშვებს საბედნიეროდ ყველასთან არ ჭრის. მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს უკვე აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოტოზე გამოსახული სნეული ბავშვები რეალობაში არ არსებობენ. პირველად ძალიან ისე დადებითად გამეწყვა ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ ეს ერთი გამოხატულება იყო, რომ ჩაგეგდო და დახმარებოდი შენ ამ ადამიანებს, რაღაცა წვლილი შეგეტანა მათ ჯანმრთელობაში, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელ ხასიათს იღებს და გავიგე
ეს ბავშვები ეგრეთ წოდებული ან მოწყალებას ვინც იღებს 5 ხელში დახავთ ბიზნესმენებს ჭყალებში, რომლებიც შემდეგ საღამოთი ამფულს ითვლიან და მათ მხოლოდ 10-20 ლარს აძლევენ. საქველმოქმედო და არასამთავრობო სახელსამოფარებული ორგანიზაციები არასრულწლოვანთა შრომით თაღლითურად ყოველდღიურად სარგებლობენ. მათ საკმაოდ მკაცრი და მტკიცე წესები აქვთ პატარა თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ბავშვები უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. დალუქული რატო იყო ხოლმე? იმიტომ რომ არავინ გახსნას. არ შეიძლება მაგის გახსნა. რატო? არ შეიძლება ოფისში მიხვალ და მოგცემს ხუთს. მე შენ დაგაკლდება და მე შენ და დაანაკლის ხუთზე. 14 წლის ლალის მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. იცის, რომ განაწესის დარღვევის შემთხვევაში ადგილი უსიტყვოდ უნდა დატოვოს. ზუსტად ისე, როგორც წინა სამსახურში მოიქცა. 5 გამიტყდა შოუჩის და არა, გამიტყდა შემთხვევი და არ უნდოდა რა. მაგაც მუშაობა აღარ მინდაო შენი მუშაობა და ოდეკით სამოვედი. და როგორ გაგიტყდა? გამივარდა ძირზა ის პირი გაუტყდა. ანუკა ლომიძე, გადაცემისთვის უხილავი ბავშვები. სიუჟეტში ნამდვილად მე ვიტყოდი უცნაური გარემოებები იყო აღწერილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბავშვები, რომლებიც მოწყალებას თხოვლობენ სინამდვილეში ამფულს თავიანთვის არ ითხოვენ და მათი გამოყენება ამფულისა მათი მიზნებისთვის არ ხდება. რა ბედი ეწევა იმ ფულს, რომელსაც ჩვენ გამოცდილ ხელზე ვდებთ? ზუსტად ამ კითხვით მინდა გადავიდე ჩვენს დღევანდელ სტუმართან, ქალბატონ ლიკა ჩხარტიშვილთან, სისხლის სამართლის სპეციალისტთან. მე და მანამდე კი რადიო მსმენელს მინდა შევახსენო, რომ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2985985 და დაუგსვათ შეკითხვები ჩვენ სტუმარს. ქალბატონო ლიკა, რა ბედი ეწევა ფულს, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ? მოგესალმებით ჩოთა, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის და მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ აღნიშნულ თემებზე ასე ღიად საუბრობთ, ვინაიდან საზოგადოების სწორი ინფორმირება არის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი კონკრეტულ დანაშაულთან საბრძოლველად და დიახ, ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული სახეზე, რაც ისჯება სისხლის სამართლებრივად და რაზეც აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის მხრიდან. რაც შეეხება იმოცემულ შემთხვევას, ასე დროს ცხადია, რომ თავისთავად ბავშვებს პირადი გამოყენებისთვის ასეთი თანხები არ რჩებათ. ბავშვების უკან დგანან რიგი ორგანიზაციები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ, ასე ვთქვათ, ბავშვების შრომით, ეწევიან მათ შრომით ექსპლუატაციას და შემდგომ შემოსულ თანხებს, რა თქმა უნდა, ითვისებენ პირადი მოხმარებისათვის. პირველ რიგში დავიწყებდი იმას, რომ ზოგადად საერთოდაც ბავშვის მიერ მათხოვრობა, ეს არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. ჩვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს ასეთი მუხლი არასრულწლოვნის ჩაბმა მათხოვრობასა და ანტისაზოგადოებრივ მოქმედებაში. ეხლა რა იგულისხმება აქ? თავისთავად ბავშვი თუ კი თავისი ნებით გამოდის და ითხოვს მოწყალებას, ეს ვერ იქნება დასჯადი, თუმცა პრაქტიკის მიხედვით ხშირია, რომ ამას მას აიძულებენ მშობლები, ან თუნდაც სხვა ნებისმიერი სრულწლოვანი პირები. ნებისმიერი მაგალითი რო ავიღოთ, თითოეული ჩვენგანი გასულა რუსთაველზე ან გასულა თბილისის ნებისმიერ ქუჩაში, სადაც ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ არის ფეხაუდგმელი, რომელსაც არ შეუძლია ლაპარაკი, უბრალოდ წევს იატაკზე და გვერდით უდის შესაბამისად რაღაცა ჭურჭელი აი ამ ხურდების შესაგროვებლად. სამწუხაროდ ჩემ დაგასაკვირად და რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია, არც პოლიცია და არც ერთი სამართალდამცავი ორგანო ამაზე რეაგირებას არ ახდენს, როდესაც პირდაპირ ჩვენ თვალწინ ხდება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ბავშვმა ასეთი ქმედება თავისუფალი ნების საფუძველზე განახორციელოს. ლიკა, მე როგორც გავიგე, ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა არასრულწლოვნის არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე მაინტერესებს, ეს ჩაბმა აუცილებლად უნდა მოიცავდეს იძულების კომპონენტს, ანუ აუცილებელია ბავშვი აიძულონ იმათ ხოროს თუ საკმარისია უბრალოდ დაითანხმონ იმაზე. საკმარისია ბავშვის დათანხმება, ეხლა მოგეხსენებათ ზოგადად არასრულწლოვნის ნება, არასრულწლოვნის თუნდაც აზროვნება, მისი ფსიქიკური განვითარება და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, უფრო ადვილად მართვადია. ამიტომ არ არის აუცილებელი იძულების განხორციელება, შესაძლებელია ბავშვის დათანხმებაც, თუმცა აი სწორედ იმ ტრაგედიასთან გვაქვს თვითყოდი რომ ეს ტრაგედიაა, რომ აი ამ ბავშვის შრომის გამოყენება ესეთი ბოროტი მიზნებისათვის ხდება. და სამწუხარო პრაქტიკა ისიც რომ ხშირად იძულებით ხდება, იმიტომ რომ არის შემთხვევები, არის პრაქტიკული შემთხვევები, როდესაც აი ბავშვები იძახიან, რომ მათ სცემენ ამის გამო და ასე შემდეგ. მე პირად მაგალითსაც მოგიყვებოდით ერთ-ერთ ძალიან საინტერესოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემემთხვა ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელიც ყიდდა ხატებს ქუჩაში
უბრალოდ აიღო და მაჩუქა ხატი. რის გამოც უცებ მოვიდა იმავე ადგილზე ორი სხვა ბავშვი და მთხოვეს ამ ხატის უკან დაბრუნება, რადგან ამის აი ზუსტად სიტყვით იყო ასეთი ფრაზა, რომ ამისი უფროსი ხატებს რო გადათვლის და ფული არ იქნება შესაბამისი ამ ბავშვს ცემს. ქალბატონლიკა, ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში და თქვენის ნებართვით მე შევეცდები შემოვიყვანო რადიო მსმენელი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გესმით ჩემს მოგესალმებით ისმის ჩემი ხო? დიახ, გვესმის, შეგიძლიათ დასვათ კითხვა ან გამოთქვათ აზრი. ანუ მე თქვენ გადაცემას უყურებ ხოლმე ხშირად და დღეს რაღაც სიუჟეტი მოვისმინე და რაღაც საშინელება არის ჩემი აზრით უბრალოდ რაღაც, იმიტომ რომ მე ხშირად როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი ხშირად ვეხმარები ხოლმე თქვათ ასეთ ყუთებით მოსიარულე ადამიანებს და გონია რომ ეს თქვათ ეს ქმედება ჩემი არის უბრალოდ სიკეთის გაკეთება ან სხვისი დახმარება და არა მარტო მე ვფიქრობ რომ მე არ ვარ ესეთი ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი ეხმარება და ეს რაღაც საშინელი დანაშაულია, როდესაც თუ ეს ფული რეალურად თუ საზოგადოების ესეთი თანხები არ ხმარდება რეალურ სიკეთეს, მაშინ ეს კლუბად დანაშაულია და მე ვფიქრობ რომ უნდა აუცილებლად უნდა ჩაერთოს თქვა საგამოძიებო შინაგასაქმე და სამინისტროს არ ვიცი ყველაფერი უნდა ამუშავონ და ხალხს გატყუებენ მე როგორც მოქალაქეს და როგორც ადამიანს რომელიც ვეხმარები უბრალოდ შოკში ვარ ეხლა უბრალოდ ეს რომ მოვისმინე ეს და უბრალოდ აი სიტყვები არ ყოფილა რა არის ხალხს ატყუებენ და ეს რაღაც მაფია სამწუხარო რეალობა არის ფაქტია. თუმცა ისეც მოგაიგებთ მხოლოდ რომ ეს ყველა შემთხვევაში აუცილებლად ტყუილია. რა თქმა უნდა, არა, არის რიგი შემთხვევები, როდესაც თუნდაც ჩვეულებრივი სტუდენტები, რისი შემსწრეც მე პირადად ყოფილა, მართლა საქველმოქმედო მიზნებისათვის აგროვებენ ფულს. მაგრამ პრაქტიკა არის ასეთიც, რომ მიღებული თანხა ხმარდება დანაშაულებრივ მიზნებს, რაზეც აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ საზოგადოებამ ხმა უნდა ვაიმაღლოს და სახელმწიფომაც აუცილებლად შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მსმენელს ზარისთვის. ლიკა, მე მინდა იმ პრობლემაზე გადავიდე, რომელსაც ახლა რადიო მსმენელმა ხაზი გაუსვა, ასე ვთქვათ, ზარის განმავლობაში. პოლიცია ახსენა და უნდა თქვა, რომ უნდა დაისაჯოს ეს დანაშაული. მე მაინტერესებს კონტროლის მექანიზმი იმისა, რომ ბავშვებს არ აიძულონ და არ მოხდეს მათი ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა და ეს სერიოზული დანაშაულია, ხომ? რა კონტროლის მექანიზმია და ვის ევალება ამისი მონიტორინგი? შოთა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ზოგადად აი ძალიან ისეთი ზოგადი შესავალი რო გავაკეთო, ვალდებულია რომ ბავშვების უფლებები თავის ქვეყანაში დაიცვას და ამისათვის გააკეთოს მაქსიმუმი. მონიტორინგს რაც შეეხება, მონიტორინგის განხორციელება, რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული. ჯერ მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ეს ბავშვები აღწერილებიც კი არიან, ისინი სახელმწიფოსთვის არ არსებობენ, მათ არ გააჩნიათ დაბადების მოწმობები, არ გააჩნიათ პირადობის მოწმობა და ასე შემდეგ და რეალურად ცოტათი რთულია, ასე ვთქვათ, კონტროლო არსებული მდგომარეობა, მაგრამ ხომ არსებობს დანაშაულის პრევენციის მექანიზმი და სწორედ პრევენციას ემსახურება შესაბამისი სასჯელის დაწესება დამნაშავისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვეულებრივი პოლიციელი გადის ქუჩაში და ხედავს ასეთ შემთხვევას, ხედავს ბავშვს, რომელიც მათხოვრობს და რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია არც ლაპარაკი, არც სიარული და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, რეაგირება ამაზე უნდა მოახდინოს და თუ დაიჯება ერთი პირი, დაიჯება ორი პირი, დაიჯება 10 პირი, რა თქმა უნდა, პრევენცია აღნიშნული დანაშაულის მოხდება და რა თქმა უნდა შემცირდება. უბრალოდ თავარი პრობლემა აქ ის არის, რომ რეაგირება არ ხდება და მეორე კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებაც არ არის ინფორმირებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ 80%, რომელიც გადის ქუჩაში და აწყდება მათხოვარ ბავშვს, მას აზრად არ მოსდის, რომ ის ახლა არის, აი ზუსტად იმ წუთში არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის თვითმხილველი. კი ბატონო, მე ამ თემასთან დაკავშირებით მინდა მცირე, ასე ვთქვათ, გადახოთ ინფორმაციის თვალსაზრისით თქვა შემდეგი რაღაცა. დაახლოებით 1 წლის წინ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილთან და გადაცემა ანატომიასთან ერთად ჩაატარა მცირე ექსპერიმენტი, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ სოციალურ ქსელებში და ისეთ ვიდეო პორტალზე, როგორც არის YouTube, სადაც ძალიან გამომჟღავნა და ძალიან კარგი ნიშნები, საფუძვლიანი ნიშნები შესაძლო დანაშაულისა. მაშინ იგივე ინფორმაცია იყო დაახლოებით იმასთან დაკავშირებით, რომ ყუთებით მოწყალების თხოვნა ვითომ ავადმყოფი ბავშვის მომიზეზებით იყო უბრალოდ ბლეფი და მოქალაქეების ფსიქოლოგიაზე გავლენის მოხდენის მიზნით შემუშავებული მექანიზმი. მე მაინტერესებს ერთი რამ, თუ არის ქალბატონო ლიკა 1 წლის წინ გასული ანატომია, რომელიც დემონსტრირება იყო რეალურად შესაძლო დანაშაულისა. თუ უნდა გამხდარიყო თუ არა გამოძიების დაწყების საფუძველი, ან თუნდაც ჩვენი დღევანდელი გადაცემა უნდა გახდეს თუ არა გამოძიების დაწყების საფუძველი. დიახ, გასაგებია თქვენი შეკითხვა. პირველ რიგში აღნიშნავდი იმას, რომ ეს გადაცემა მეც ვნახე და მართლაც ბევრი შოკის მომგვრელი ფაქტი
მომჟღავნდა. აღნიშნულ გადაცემაში, რამაც აი განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება, იყო ერთ-ერთი ქალბატონის ჩვენება, ასე ვთქვათ, ინტერვიუ, რომელიც იძახდა, რომ ბავშვის ქირაობა დღეში ღირს დაახლოებით 10 ლარი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ჩვილი ბავშვებით ხელში დგანან ქუჩაში, შეიძლება სულაც არ იყვნენ მათი მშობლები. ახლა გეტყვით. კიდევ ერთი მსმენელი უკავს პირდაპირ ეთერში. დიახ, და დავასრულებ შემდგომში. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ, თუ შეიძლება სტუმართან მაქვს შეკითხვა. ანუ მე მქონდა ესეთი შემთხვევა მეტროში, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვი თხოვდა მოწყალებას და შევნიშნე სახეზე სილურჯეები, ანუ აშკარად ეტყობოდა ძალადობის ფაქტი და როდესაც მივმართე კითხვით თუ რა მოვიდა მას, მითხარო დაეცა და არიდა თავი კითხვას და მე სერიოზული ეჭვი შემეპარა, რომ ბავშვი ვიღაცა მიზალადა და აი ამ შემთხვევაში ვის შეიძლება მივმართოთ სამართლებრივად თუ არსებობს ისეთი მექანიზმები არა ვიღაცა თუ არსებობს დაწესებულება ისეთი, რომ აი ესეთი შემთხვევები რომ შევატყობინოთ, რომ მოახდინონ რეაგირება. მადლობა შეკითხვისათვის. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩვეულებრივად თავისუფლად შეგვიძლია გამოვიძახოთ საპატრულო პოლიციას და ასევე არის სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც ევალება პირდაპირ რეაგირება მსგავს ფაქტებზე და ევალება, რომ აი ბავშვების უფლებების უზრუნველყოფა და სწორი განხორციელების ხელშეწყობა მოახდინოს ქვეყანაში. მე აქვე შევახსენებ მაყურებელს, რადიო მსმენელს შევახსენებ ცხელი ხაზის ნომერს ჯანდაცვის სამინისტროს 1505, რომელიც პრინციპში ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ისე კარგად მუშაობს და ამაზე ოდნავ მოგონებით ვისაუბრებთ. ხოლო პოლიციის გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ნომერი გახლავთ 126, მიუხედავად იმისა, ვარავდოთ თუ არა შედეგის დადგომას, აუცილებლად უნდა ვიაქტიუროთ და დავრეკოთ. ლიკა, გთხოვთ გააგრძელოთ ჩვენ საუბრობთ. გავაგრძელებ ჩვენს თემას, ანუ რეალურად სიუჟეტში იყო ზუსტად დაფიქსირებული იგივე ტრაფიკინგის, ვინაიდან არასრულწლოვნით ვაჭრობა ეს არის ცალკე მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში და არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუმცა რეალურად სახელმწიფოს რა თქმა უნდა ევალება დაიწყოს გამოძიება ასეთ შემთხვევებში. პროცესუალურად გამოძიების დაწყების საფუძველი არის ინფორმაციის მიღება. კიდევ ერთხელ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, იმიტომ რომ რადიო მსმენელი ძალიან აქტიურობს დღევანდელ თემაში და კიდევ ერთხელ თქვენი შემოწმება შემოიყვანა. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გესმით ჩემი ხმა? გამარჯობათ, ძალიან მიხარია რომ თქვენს გადაცემაში შეეხეთ ამ საკითხს. მართლაც ეს ისეთი საკითხია, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდება ადამიანი და მე როგორც რიგითი მოქალაქე მართლაც დამბადებია კითხვა იმასთან დაკავშირებით. მე ვეხმარები კონკრეტულ ადამიანს, თუ მე როგორც რიგითი მოქალაქე ვარ რაღაცა ორგანიზებული, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, რაღაცა ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლი. იცით როგორი სიტუაცია, ძალიან საწყენია, რომ არ მობრძანდნენ თქვენს გადაცემაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მთავრობის სხვა რომელიღაცა რგოლის წარმომადგენლები, იმიტომ რომ მათ ასე თუ ისე ხომ აქვთ ინფორმაცია, ვინ დგას ამის უკან, ეს მართლა შეჭირებული ადამიანების ვთქვათ მიერ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოების მიმართ საზოგადოებისგან დახმარების მისაღებად, თუ მართლა რაღაცა ვთქვათ დანაშაულთან გვაქვს საქმე. კარგი იქნებოდა, რომ აი ჩაეყენებინათ საზოგადოება საქმის კურსში, მიეცათ რჩევები საზოგადოებისათვის და აი არ დარჩენილიყო კითხვები, იმიტომ რომ ძალიან ძნელია გვერდი აუარო ადამიანს, შეჭირებულ ადამიანს, რომელიც დახმარებისათვის ვთქვათ ხელია გამოწვდილი და მას არავის მაპატით ამ გამოთქმის და შუბზე არ აწერია. მას მართლა სჭირდება ეს დახმარება თუ თქვათ შენ ხარ უკვე რაღაცა გამოძალვის მსხვერპლი. კარგი იქნება, ან ხომ არიან თქვათ აი საზოგადოების დამცველები, რომლებიც თქვათ აი რეიდს ახორციელებენ, არ დაუშვან ესეთი ადამიანები. ნუ ეს ამას თუ ეს თქვათ დანაშაულია, ასეთ ამას ხო სისტემატური ხასიათია. და თქვათ თუ ეს მეტრო, ნუ ძირითადად ახლა მე მეტროზე მაქვს აქცენტი, იმიტომ რომ მეტროში ვსწავლობდა. ძირითადად მეტროში ხდება და ვთქვათ ახლა იქ მეტროს ვთქვათ თანამშრომლები ხო რომლებიც წესრიგს იცავენ მათ ხო ისინი ხო ფლობენ ინფორმაციას რომ მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად ერთი და იგივე დახმარებას რომ ითხოვენ ნუ ვთქვათ აი რაღაცნაირად უნდა გამოეხმაურონ ამ იმას რაღაცნაირად ჩააყენონ უნდა საზოგადოება საქმის კურსში იმიტომ რომ რა არის იცით ჩვენ შეჭირებულ საზოგადოებაში
ვცხოვრობთ და მართლაც ხო შეიძლება ვიღაცას დახმარება სჭირდება და მე ნამდვილად უნდა ვიცოდე რომ ის რაღაცა გარკვეულ ნაწილს თანხას რომელსაც მე ჩემი ოჯახის ბიუჯეტს ვაკლებ ხო მე უნდა ვიცოდე რომ ის ხმარდება კეთილ საქმეს ხო იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ამან შეიძლება როგორი უკუშედეგი მისცეს და მე ნურავინ დააყვედრი საზოგადოებას რომ ის გულცივი გახდა რომ ის გაცივდა აიცით რა არის რაღაცნაირად მე ვფიქრობ რომ ამას უფრო რაღაცნაირად ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს და აი რაღაცა პოლემიკა უნდა შედგეს ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ჩვენ გავერკვეთ როგორ მოვიქცეთ იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი რომელსაც ნამდვილად მეწოდება და შეჭირებული ადამიანი იმიტომ რომ ყველამ ვიცი ჩვენს დავბერდებით ღმერთმა ყველანი კარგად გვამყოფოს მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენც გავხდეთ აი რაღაცა დახმარება დაგჭირდეს ჩვენ ხომ უნდა გქონდეს კეთილი ადამიანების თქვათ აი იმედი აი ეს ამით არ უნდა მოისპოს აი ეს წყარო ხომ შეიძლება მართლაც ახლა პენსიონერს არ ყოფნის მისახა მოხდებული გამოვიდეს რაღაცნაირად და ძალიან საწყენია ახლა ვუსმენდი ძალიან მეწყინა რომ აი ესე იგი მთავრობის რომელიღაცა რგოლის მხრიდან არ მოხდა აი თქვენ არ მობძანეთ თქვენს გადაცემაში და რაღაცა იგნორირებას აქვს ადგილი ეს ძალიან სულია და ძალიან საწყენია გეთანხმებით აბსოლუტურად ყველა ასპექტში თქვენი საუბრის უფრო მეტიც პირადად ჩვენი ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ყველაფერს აკეთებს ამ საკითხის გასავრცელებლად და აქტივიზაციისთვის და ჩვენი გადაცემა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ხალბატონიკა განვაგრძოთ ჩვენ საუბრის გამოძიების დაწყების ვალდებულებას. მანამდე გავაკეთებდი ეს კომენტარს რომ ძალიან კარგ თემას შეეხო ახლა ჩვენი მაყურებელი პირველ რიგში რაც შეეხებოდა საზოგადოების ინფორმირებას, იმიტომ რომ ინფორმაცია საზოგადოებას ამ საკითხზე მართლაც ძალიან ცოტა გააჩნია, თუმცა იმასაც აღნიშნავდი რომ ნებისმიერი მოწყალების მთხოვნელი ბავშვი არ ნიშნავს რომ ის საკუთარი თავისთვის არ ხარჯავს იმ თანხას და არ ნიშნავს რომ ის უკან აუცილებლად ვიღაცა დგას. პრობლემაც სწორედ მაგაშია რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად სჭირდება იმ ბავშვს დახმარება თუ არა და ნამდვილად სწორად შენიშნა ჩვენმა მსმენელმა რომ ზუსტად სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება და ის ზუსტად ამას ვამბობდი, როდესაც აღნიშნე რომ ჩვეულებრივად საპატრულო პოლიცია ხედავს ამ დანაშაულს და გამოძიება ამ აღნიშნული დანაშაულის უნდა მოხდეს. რაც შეეხებოდა ზუსტად გამოძიების დაწყების საფუძვლებს მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ პროცესუალურად გამოძიების დაწყების საფუძველი არის ინფორმაციის მიღება რომელიც შეიძლება ნებისმიერ პირმა მოგვაწოდოს და უშუალოდ შეიძლება განხორციელდეს ანონიმურადაც და ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანო უფლებამოსილი არავალდებული თუმცა ანონიმურობის შემთხვევაში უფლებამოსილია დაიწყოს გამოძიება და ასევე ინფორმაცია შეიძლება იყოს მიღებული მასმედიის საშუალებებიდან რა დროსაც საგამოძიებო ორგანო ვალდებულია დანაშაულზე დაიწყოს გამოძიება. ჩემთვის აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნებით ვაჭრობა, არასრულწლოვნების ანტისაზოგადოებრივ მოქმედებაში ჩაბმა, მათხოვრობაში ჩაბმა არაერთხელ გაზღერდა სატელევიზიო საშუალებების პირველი შემთხვევა მე რაც მახსენდება ის იყო იმედზე გასული სიუჟეტი გადაცემაში 100 გრადუსი ცელსიუსი და შემდგომში აი თქვენ აღნიშნეთ გადაცემა ანატომია რომელსაც ანუ მეც ვუყურე აღნიშნულ გადაცემას და სადაც აი პირდაპირ აშკარად ღიად დაფიქსირდა ის ფაქტი რომ ხდება ჩვილი ბავშვების გაქირავება დაახლოებით 10 ლარად დღეში და ეს არის უმძიმესი დანაშაული რაზეც გამოძიება არ იწყება რეაგირება არ ხდება და ჩვენ საზოგადოებას ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო ვალდებულია ამ შემთხვევაში რომ პირდაპირ ჩვეულებრივი წესით უნდა დაიწყოს აუცილებლად გამოძიება და რეაგირება მოახდინოს ასეთი სიმძიმის დანაშაულზე. გასაგებია. ლიკა, ჩვენ საუბრობდით რომ თანხა რომელსაც მოწყალების გზით აგროვებენ არასრულწლოვნები არ ხმარდება ბავშვებს. მე ჩვენ წინა სტუმრებთან საუბრისას გარკვეული წარმოდგენა ჩვენს რადიო მსმენელს შევუქმნით თუ რა რაოდენობის თანხაზე ლაპარაკი. მე მაინტერესებს თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას რაიმე სახისას დაახლოებით რა თანხებზეა ხოლმე საუბარი ყუთით მოწყალების თხოვნების შემთხვევაში. შოთა, იცით, აი ესე ცალსახად კონკრეტული თანხა რო დაგისახელოთ, რა თქმა უნდა, გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას, მაგრამ შეიძლება ის იყოს დღეში 50 ლარი, შეიძლება იყოს 100 ლარი, შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, ან 100 ლარზე მეტი. გააჩნია შემთხვევას, თუმცა ფაქტი ის არის, რომ თანხა არ არის მცირე და რეალურად ადამიანები, რომლებსაც ამ თანხის 80% რჩებათ, თვეში შეიძლება აკეთებდნენ ისეთი რაოდენობის ფულს, რასაც ვერ დაიკვეხნის დღესდღეობით რომელიმე წარმატება
დაფიქსირებული ბიზნეს კომპანია. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ არის და არც ამ გადაცემის მიზანი, ალბათ ჩვენ რაღაცა კონკრეტული ორგანიზაციები დავასახელოთ და პირდაპირ დავადანაშაულოთ, ხელი დავადოთ და ასე შემდეგ, თუმცა ფაქტი ის არის, რომ არსებობს ამის შესახებ ინფორმაცია. არსებობს მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ როგორ საუბრობენ ადამიანები, როგორ გადასცეს მათ ყუთები, როგორ უტოვებენ მხოლოდ და მხოლოდ 20%-ს, იგივე ანატომიის შემთხვევა რო ვავიღოთ ამ გადაცემის, ასეთი ფაქტები არის დაფიქსირებული და შესაბამისად ეს შემთხვევები უნდა იქნას შესწავლილი და დეტალურად უნდა იყოს გამოკვლეული. დიახ, მე მინდა კომენტარი გავაკეთო იმაზე პირველ რიგში, რომ თანხის ოდენობა არ არის მცირე. ჩვენ სხვადასხვა ექსპერიმენტების დროს, მათ შორის ჩვენი გადაცემის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტების დროს და სტუმრების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დავასკვენით, რომ საშუალო თანხა, რასაც აგროვებენ მოწყალების თხოვნის გზით, არასრულწლოვნები არის 100 ლარი დღიურად. ყუთების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ 20% და ხშირად 10% რჩებათ ამ შემოსავლის საუბარია დღიურ 100 ლარზე. ბავშვებმა ასევე გვითხრეს, თქვენ ერთ-ერთი მათგანის ინტერვიუ სიუჟეტშიც მოისმინეთ, თუმცა ხმა შეცვლილი ქონდა, ბუნებრივია, რომ იდენტიფიკაცია ვერ მოახდინოს ამ ეგრეთ წოდებულმა ბიზნესმენმა და ორგანიზაციამ. გითხრა, რომ ერთ-ერთი ორგანიზაცია ფლობს 51-ს, ერთი 53-ს, ყუთზეა ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, ხა დღეში თუ 100 ლარი არის თითოეული ყუთიდან, ერთ დღეში რა? ეს არის ერთ დღეში 100 ლარის შემთხვევაში და 40 ყუთის შემთხვევაში 4000 ლარი, უფრო მეტ ძალიან ბევრ 100,000 ლარის ფარგლებს უახლოვდებით თვიურ შემოსავლად უკვე. წარმოიდგინეთ რამხელა თანხა, დიახ. და თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ არ გვინდა ორგანიზაციას, რომელიმე ორგანიზაციას ბრალი დავდოთ, ან თუნდაც ცილის წამება განვახორციელოთ და რომელიმე სისხლის სამართლის შემადგენლობა განვახორციელოთ, თუმცა მე მინდა ვთქვა ის, რა ინფორმაციას მივიღეთ რესპონდენტებისაგან, მათთან პირდაპირ საუბრისას. დიახ, რა თქმა უნდა, სწორედ ეს ინფორმაცია არის საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული ფაქტების გამოძიება მოხდეს და დადგინდეს ეს რეალურად ასეა, არ არის ასე და თუ ასეა დაისაჯოს შესაბამისი პირები. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა ერთი წლის წინ ანატომიის მეშ საშუალებით და ამ გადაცემის საშუალებით ძალიან მკაფიო მინიშნება გააკეთა შესაძლო დანაშაულზე და პრაქტიკულად მისცა საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი. მე მინდა ახლა იგივე გავიმეორო და დავასახელო რამდენიმე სახელი, რომელიც ამ ბავშვებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს. იქ საუბარი იყო ორგანიზაციაზე, რომელსაც ქვია საქართველოს იმედი, საუბარი იყო ორგანიზაციაზე, რომელსაც ქვია საქართველოს იმედი, რომელსაც 50-ზე მეტი ყუთი ქონდა და საუბარი იყო ორგანიზაციაზე, რომელსაც ერქვა საქართველოს მადლი. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა ჩვენმა ბენეფიციარმა ამ მინის ყუთზე, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციას ეკუთვნოდა, გითხრა, რომ აღმოაჩინა ფოტოები საკუთარი შვილების, რომლებიც სრულიად ჯანმრთელები არიან, ჯანსაღები არიან, ჩვენს ოფისში ხშირი შემთხვევებია, რომ ეს არის უბრალოდ სამოყვარულო ჩვეულებრივი ფოტოები და რეალურად ის ბავშვები, რომლებიც აი ამ ყუთზე არიან გამოსახულები და რომლებსაც მიწერილი აქვს, რომ სჭირთ 1000-ნაირი საშინელი დაავადება, ან ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ან უბრალოდ არც არსებობენ. და მე მინდა ვთქვა, რომ ბუნებრივია მე არ მინდა ცილის წამება გამომიდეს რომელიმე ორგანიზაციის მიმართ, თუმცა ვიმეორებ, რომ ბავშვებთან ჩატარებული ინტერვიუების და ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გარკვეული კითხვები არის ამ ორგანიზაციებთან და მათი საქმიანობასთან დაკავშირებით და მე პირადადაც დიდი სიამოვნებით მოვისმენ მათ პასუხებს, თუნდაც ჩვენი ორგანიზაცია მზად არის მათთან ინტერაქტივისთვის ნებისმიერ დროს ნებისმიერი გამოხმაურების მიღებას დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით შევხვდებით. კათოლიკა, მოდით თან დასკვნის სახით დავასრულოთ ჩვენი ინტერაქტივი. მაინტერესებს თქვენი აზრით, როგორც იურისტის, როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტის, რა შეიძლება გაკეთეს იმისთვის, რომ მოგვარდეს პრობლემა და ორი უმძიმეს დანაშაული თქვენ აქ ტრაფიკინგის შემადგენლობაზე ისაუბრეთ ფაქტიურად, ხო, როცა ბავშვებს აქირავენ და რა თქმა უნდა. რა შეიძლება გაკეთეს იმისთვის, როგორ შეიძლება ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ ამ საკითხზე განხორციელდეს ეფექტური პრევენციული და თუნდაც შემდეგი დამსჯელი ღონისძიებები. დიახ, პირველ რიგში მე საერთოდ ზოგადად ვიძახი, რომ ყველა პრობლემის მოგვარების გზა თავრესი არის ეს, რომ საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ. იცით რა არის, ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში კანონის დაცვა უმაღლეს დონეზე ხდება სწორედ მაშინ, როდესაც საზოგადოებას აქვს აი ამისი მოთხოვნილება და საზოგადოება პირდაპირ თხოვს სახელმწიფოს, რომ უახდინოს რეაგირება. ამიტომ კარგი იქნება თუ დაინტერესდება თვითონ ყველა მოქალაქე აღნიშნული პრობლემით აიმაღლებს ხმას და ყველა შემთხვევაში გამოუძახებთ საპატრულო პოლიციას, როდესაც ხედავთ, რომ თქვენ წინ სცემენ არასრულწლოვანს, ამჩნევთ მასზე ძალადობის კვალს. აუცილებელია, რომ მუშაობის ეფექტურობა გააძლიეროს სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლის შესახებაც სახალხო დამცველის ანგარიშებში ხშირად არის ინფორმაცია მოცემული, როგორც 2009 წლის ანგარიში, 2011 წლის ანგარიში დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური სააგენტოს მუშაკებმა ნახეს ეს ბავშვები ქუჩაში, ნახეს ფსიქოტროპული მედიკამენტები
ბავშვების ზემოქმედების ქვეშ და არ მოახდინეს შესაბამისი რეაგირება და რა თქმა უნდა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ აი ამ დანაშაულების აღრიცხვა უნდა დაიწყონ გამოძიება და შესაბამისად უნდა დასაჯონ რა თქმა უნდა სასამართლოს გზით პასუხი აგებინონ იმ ადამიანებს რომლებიც ეწევიან ბავშვების შრომით ექსპლუატაციას, ტრაფიკინგს და ვინც ის კიდევ რამდენ დანაშაულს, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვაქვს. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან იყო იურისტი ლიკა ჩხარტიშვილი. უხილავი ბავშვები. ერთად ვიმსჯელოთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. თქვენ უსმენთ გადაცემას უხილავი ბავშვები, რომელიც გადის რადიო შოკოლადის პირდაპირ ეთერში ყოველ ხუთშაბათს 19 საათზე. შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით, რომელსაც მარტივად იპოვით ძებნის ველში გადაცემის სახელის ჩაწერით. ასევე გადაცემის ვიდეო ვერსიის ნახვა შესაძლებელია ინტერნეტ გვერდზე csd.itv.g. პირდაპირ ეთერში იყო უხილავი ბავშვები და მე შოთა თუთბერიძე. ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით. მომავალ ხუთშაბათამდე.